30 ოქტომბერს დილის 11 საათიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები დაიწყება. Ამ დროიდან შეუდგება ფუნქციონირება ზესტაფონის ადგილობრივი განკარგულებელი ორგანოც. საკრებულოში 36 დეპუტატი იმუშავებს 34 მმართველი გუნდიდან 2 კი ოპოზიციიდან. რაც შეეხება შემაჯამებელ ოკმს, ადგილობრივმა საოლქო საარჩევნო კომისიამ 15 ოქტომბერს დაამტკიცა. სწორედ ოლქის თავმჯდომარე გახსნის პირველ სხდომას, რომელსაც შედეგების წარდგენისა და დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს უხუცესი წევრი ჩაენაცვლება, ვიდრე ახალი მოწვევის საკრებულო თავმჯდომარეს არ აირჩევს. ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიამ ყველა პროცედურის და საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის სრული დაცვით განახორციელა ყველა ის პროცედურა, რაც შეჯამებასთან იყო დაკავშირებული, მათ შორის 5 უბნის სავალდებულო წესით გადათვლა, რომლის შედეგებიც ერთ-ერთში დაემთხვა ჯერ კომისიის წევრების გადათვლის შედეგებს და ასევე აპარატების მიერ ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს და 15 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე იქნა მიღებული საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები, როგორც მერის, ასევე პროპორციულის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მიხედვით. მინდა გითხრათ, რომ წინასწარი შედეგები არ შეცვლილა და წინასწარი შედეგებისთანავე იყო უკვე ცნობილი მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა, ასევე მერის ვინაობა და ამას დაემატა პროპორციული საარჩევნო სისტემით გასული საკრებულოს წევრების რაოდენობა, სულ 15 არის, აქედან 13 მანდატი მოიპოვა ქართულმა ოცნებამ, ხოლო თითო მანდატი მიიღო ძლიერი საქართველოს ლელომ და გახარია საქართველოსთვის საარჩევნო სუბიექტებმა. ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება მოიპოვეს ქართული ოცნების მიერ წარდგენილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა და ასევე მერიც გახდა ქართული ოცნების კანდიდატი. რაც შეეხება საკრებულოს ფუნქციონირების დაწყებას, ასევე 15 ოქტომბრის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციულ ცესკოს სხდომაზე გაჟღერა ცესკოს თავმჯდომარემ, რომ 30 ოქტომბერს ჩატარდება საკრებულოების პირველი სხდომა, მათ შორის ჩვენს მუნიციპალიტეტშიც გაიმართება პირველი სხდომა, რომლის გახსნის პატივიც მექნება მე როგორც ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს და საკრებულოს პირველ სხდომაზე ეყრება კენჭი ახლად არჩეული საკრებულოს შემადგენლობის უფლების ცნობას. რაც შეეხება ახალი მერის უფლებამოსილების საკითხს, ვახტანგ ღამბაშიძე აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის სავარძელს მას შემდეგ დაიკავებს, რაც ამ დროისთვის მოქმედ მერს უფლებამოსილების 4 წლიანი ვადა ამოიწურება. ეს დრო კი, როგორც ვიცით, 26 ოქტომბერია.